საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. მე მომივიდა ალბათ არ ვიცი. ანუ obviously მომივიდა რა თქმა უნდა. კამპოტი არის აშკარად. ან ბადაგი უფრო დამახსენდა ვიდრე. არა, ის არის ბელარუსულ მაღაზიაში ვიყიდე მორსი რომელიღაცა კენკერის. კლუკვა არ არის, იმიტომ რომ კლუკვას ვეძებდი, მაგრამ რაღაცა სხვა არის. ანუ შენ ლუკაშენკოს აფინანსებ რეჟიმს? კი. Okay. I just gave up. იმიტომ რომ ყველაფერი რასაც ყიდულობ, ვიღაცა ომობს და ვიღაცა ფინანსდება და ვეღარ ტრუსიკი ვეღარ გამირეცხავს. ვეღარც ის დამილევია ხო და I'm trying my best. ამდენი ხანია ვენდის მოშებოდი რა ქვია, ვაბოიკოტებდი სხვა თუ არაფერი და სოფხაკატის გამო? კი, ისედაც არ მევასებოდა და მით უმეტეს. კაი, ესე იგი ძალიან დიდი ხანია, იმ დღეს ჩავხედე რაღაც პოდკასტს უსმენდი და 5 თებერვალს ავტვირთეთ და უკვე მარტის ბოლოა. და თან არის ზარზე იმით რომ გავხსენით მესამე სეზონი მე და ბარბი, რომ ეხლა დავიწყეთ და აღარ დავავტორებ და მე იმენა სულ არ გადმევა. ის მე ბარბისთანაც წესიერად არ ვილაპარაკია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დაკავებული აღმოვჩნდი. უნებლიად. არა, მანამდეც არ ვიყავი უსაქმური, მაგრამ რაღაცნაირად სხვა რუტინაში გადავეშვიეთყობა. ხო და შენ როგორ ხარ? რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში? შენთან ბოლო ეპიზოდი ახალ წელს შავწარეთ. ხო და არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ მე სამუშაო დამემატა იმ ხრივ, რომ ეხა მარტო მიწევს მუშაობა, ანუ ბოლო რა არის და მაგას ცოტა დაღლილი. ისე არაფერი გადად. გამოწკეპილი კი ხარ ესე? ხო, არ ვიცი, წვერის გაპარსვა დამეჟარა, მაგრამ მაგას არ სამწუხაროდ დააკომპენსირე. არა, ხარ წინა იმაში ყოფილი ვარ ჩამოძონძილი წინა ეპიზოდებში. არა, უბრალოდ ეხა მან უნდა გადასვლა გაგიკეთებინა, რომ ეს ხუთლარად ვიყიდე ძონძო რასა. ეს მამა ჩემის ნაქონია აქ რომ ჩამოვედით 15 წლის წინ გამომატან. ხო, ქალებმა რო არ ვიცით ხოლმე იმებს კომპლიმენტი შერგება ეგრე. ხო და ხო არა, სხვა დიდი მადლობა. სხვა დრო ჩამოძონძილობა არ მახსოვს. და გიხდება ეს სოროჩი. ხო და ჩვენ გქონდა რაღაცა ისინი, ანუ ამას კი ექსპრომტად ვწერთ, მაგრამ რაღაცა იდეებიც გვაქვს ხოლმე ხა რა. ხო და ერთ-ერთი იყო. ხო, მაგრამ აი ეგ არის ზუსტად რომ მაგ იდეები რაც გქონდა მაგაზე საფიქრებად არც მე არ მომიცლია რაღაცნაირად. ხო, არც. კი. უბრალოდ იდეება დარჩა. კი, უბრალოდ რაღაცა ის იყო. შინაარსი იყო. ხო და ერთი რაც იყო და არ ვიცი თუ გამოვა ამაზე საუბარი, მე ამას დავტოვებ, მაგრამ თუ არ გამოვა, რა უნდა გავაჟღერო ეს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. კოცაი. ჩემი საყვარელი სახელი, ანუ რაღაც რენდომად მახსენდება ხოლმე. ხო და მოყევი კოცაის ინსპირაცია რა არის და როგორ წარმოგედგინა რომ რა იქნებოდა ამაზე ვილაპარაკეთ. გაკვირით, მაგრამ მე ვილაპარაკე შინაარსო. კოცაის იმაზე რა ქვია, აი რა იქნება მაგაზე ნორმალურად ვერ ჩამოვყალიბი დით და მაგაში არის მე მგონი პრობლემა. Queer Eye არის ეგეთი გადაცემა, ალბათ ჩვენ ვინც გვიყურებს იმას ეცოდინება. კი. ხო და ვინც არის ის იმათვის უცებ ვიტყვი რომ არის ეგეთი Netflix-ზე არის. ეხაც მე მგონი ბოლო სეზონი არ ვიცი. ბოლო სეზონი. კი. ორი არ მინახავს, ხო და ნუ მოკლედ არის 5 queer ადამიანი, რომლებიც მიდიან ვიღაცასთან, რომელსაც იმას უზავენ ვიღაცა რეკომენდაციას გაუწევს, მეგობარიან ნათესავი და მე მიდიან და თლიან უკეთებენ თლიან მეიქოვერს, ასე ვთქვათ რა, ანუ ცხოვრებას უცვლიან უკეთესობისკენ ერთ კვირაში. ჩაცმულობა, სახლის რემონტს უკეთებენ, ჭამას მას ასწავლიან, მოქცევას და რავი, ყველაფერს მოკლედ რა. ცოტა თერაპიას უტარებენ. ცოტა თერაპიას თავის იმებთან რა ქვია, ემოციებთან დაკავშირებას და რაღაცებს და მაგ შოუს რო უყურებ ხოლმე ძალიან მიყვარს და ანუ ყველაფერს მოიცავს რაც მაინტერესებს ეს სახლის მეიქოვერი ეს რაღაცა ვიზუალური მეიქოვერი ტანსაც ანუ აი ყველაფერი არის ესეთ
ჩატენილი ერთ იმაში შოუში და თან მართლა ძალიან ისეთია მე რო უსმენ რა ამ ხალხს მართლა ძალიან გავლენ ანუ კი ფიქრობ რა ერთმა კვირამ რა უნდა მოიტანოსო მაგრამ ეს ადამიანები იმდენად რაღაცნაირად გაჭედილები არიან თავის ცხოვრების რაღაცა ეტაპზე რომ ეს ერთი კვირაც აძლევს რა რაღაც განსხვავებას მათ და სტიმულს დამატებით და თან რაღაცა გვერდიდან ეს ხუთი კაცი ერთად რო შეესევა ხოლმე და ჯერ ერთი და მერე მეოდა მე ანუ რაღაცა ალბათ სისტემური შოკი არის იმისთვის რა ქვია ადამიანისთვის და რესტარტს აკეთებს ხო და ძალიან კაი დრამატურგია არის მან ხო მარტო ის ხო არ არის რომ მოდი ეხა რაღაცა რემონტი გავაკეთოთ არამედ არა ხო ის ამბავი არის რომ იქ მე თქვა იმას რაღაცა ემოციური ბექგრაუნდი აქვს რომ რატო არის მარტო თქვა შეიძლება დაქვრივებული არის და უკვე 10 წელი არის ამ რაღაც გლოვის დეპრესიაში არის გადავარდნილი და ამის გამო ყველაფერი ხო ნივთები არ გადაუყარია აქვს რა ხო და ამაზე არის ამ იმას ისტორიასაც გვიყვებიან და მოკლედ ძალიან სერიოზული დრამატურგია და სტორიტელინგი არის პერსონაჟებიც ვისაც ირჩევენ სულ არის ხოლმე რაღაც გამორჩა ან რაღაცის გამო ანომინირებენ რა ან რაღაც პატარა თავის შტატში აქვს და ქალაქში რაღაცა არასამთავრობო რომლითაც მარგინალურ ჯგუფებს ეხმარება ან ბავშვებს ასწავლი ანუ სულ ესეთი ძალიან კეთილი ხალხია ვინც იმსახურებს და მოკლედ ეგ შოუს რო უყურებ ხოლმე თან ანუ ხო ძალიან სიამოვნებს ეს თელ მაგრამ თან სულ იმაზე ვფიქრობ ხოლმე რომ აი რანაირი სამყარო არის რომ ანუ ეგ შოუ არის საერთოდ საჭირო ანუ ადამიანს არც მენტალური დახმარების თავისთვის რაღაც სივრცე არ არსებობს სადაც იმიტომ რომ ძვირია რა ეგ ანუ ისეთ რაღაცებს უკეთებენ რასაც ესენი უბრალოდ თავისთვის ვერც გაწუდებიან რა ის კი არ არის რომ ამას ქონდა ეხა ახალი ჯინსის ყიდვის ფული და არ ყიდულობდა ანუ უმეტესად კი არა და ყველა ისეთია ვისაც ფიზიკურად არ აქვს ამის რესურსი და ისეთი ელემენტარული რაღაცებია რომ ბოლოს მაინც აი ესე ცოტა რომ სევდიანი ხარ და მაგას რაღაცა მიმართულება არის ქვია კიდეც Facebook-საც ჯგუფი არის ამ რაღაცა კაპიტალიზმის სენტიმენტები რომ ანუ რაღაცები კაპიტალიზმით გამოწვეული რო არის რაც მერე სენტიმენტებს აი რაღაც ანუ მაგალითად საქართველოს რეალობაში მახსენდება ხოლმე ვიღაც მასწავლებელი იყო 80 წლის და პარიზში უნდოდა მოგზაურობა მთელი ცხოვრება და 82-ის იყო თუ რაღაცა და ბოლოსნაირად ვიღაცამ დაუფინანსა თუ რაღაცა და 82 წლის ასაკში წავიდა პარიზში და თვითონ ის ისტორია რომ ვიღაცა დაეხმარა და იქ რაღაცა ხალხი შეიკრიბა თუ ვიღაცა კომპანიამ აღარ მახსოვს ეგ დეტალები, მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ ადამიანი 82 წელია დედამიწაზე ცხოვრობს და პარიზში ვერ წავიდა. და მე აი რა მაგარია დავეხმარეთ 82 წელს. აი ეგ feel good რო აკეთებენ ყველაფრისგან ეგ თემა არის, იმიტომ რომ მაგალითად დაახლოებით იგივე პარიზი კი არა ზოგადად პენსიაზე გასვლის თემა იყო მაგალითად რომელი შტატი იყო არ მახსოვს არკანზა იყო მე მგონი რაღაცა ის მიდვესტის ნაწილში დორდაშის 82 წლის მძღოლი და დააფიქსირა რინგის კამერამ და ამ ქალმა გამოდო მე ეს კაცი რომ რაღაც გაარკვიეს რომ თურმე პენსიაზე ვერ გადის, ნახევრად არის გასული პენსიაზე, მაგრამ ეს პენსია არ ყოფნისთვის, რომ ცოლი ყავს ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება რაღაცა წამლები, იმიტომ რომ ლოგინად ჩავარდა თუ რაღაცა, მოკლედ რა, ეს ხალიც მისი ასაკის არის და იმდენად რამდენადაც ამ ქვეყანაში თუ მთელი ცხოვრება რაღაცა კერძო იმაში არ გაქვს ნაგროვები საპენსიო ფონდში, უბრალოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდი რო გიხდის, რაღაცა თანხაზე არ არის საკმარისი რა, ძალიან ცოტა არის რეალურად მსყიდველუნარიანობის ამბავში პენსია 370 საქართველოში. აი დაახლოებით $1500 არის, მაგრამ ეს $1500 ჟღერს რა, მაგრამ არ არის. საქართველოში ჟღერს თორემ ანდარა. ხო, აქ საერთოდ არ ჟღერს და მით უმეტეს ნუ მოკლედ ეხა ეგ სხვა თემა არის კიდე მაგალითად. ანუ ეგრევე რომ მოდით დავერთოთ და ეგრევე საწყალი პენსიონერები ცოლის მოვლის ფული არ აქვს, პარიზში ვერ მიდი წავიდა 80 წელი ხალი. ნუ რა ამ კაცს აუგროვეს $250,000 თუ რაღაცა რა.
აინრა და მის გადასცეს ჩაუდეს რაღაცა საპენსიო ფონდში და იქიდან იღებს ეხა ნორმალურ პენსიას ხო და არ ვიცი ეხა შეიძლება დაანება თავი დორდაშზე მუშაობას მაგრამ შეიძლება მაინც არ ყოფნის ეს ეგეც არ არის გამორიცხული რომ არც ეგ ფული არ ეყოს იმჩი რა მაგრამ ეს იყო მე გახდა რაღაც ნაციონალური ნიუსი ამერიკაში რომ აი ხალხი როგორი კეთილია რომ 82 წლის და გადასახადებს რა ჩავხედავ ვიხდით ამ დროს კითხვა ეგ გაქმერე რომ გადასახადებს რაში ვიხდით თუ მე კიდე დამატებით პენსიონერისთვის ანუ რაღაცა ისე და ექსტრა რაღაცებზე არა ძალიან ბევრი მოუყვე ხა მაგდა მე მოგიყვე ილონ მასკზე და ზოგადად კაპიტალიზმზე მაგას ამ დოჯ ბროების რაღაცა იმაზე ნიუსებს მიგდებს ხოლმე და თვალს ვარიდებ იმიტომ რომ ვიცი რომ ნერვები მომეშლება კაი ისა ეხა სახალისო კოცაიზე გადავიდეთ. ეხა ავიღოთ ეს არაჩვეულებრივი feel good ეს არა ქვია. კოცაიზე ერთი მიმართულება რაც მქონდა, მე მგონი შენ ეგ არ მოგწონდა, შენ ცოტა სხვანაირი იყო ერთი რომ ვიღაცა ყოფილი ნაციონალი არის, რომელსაც უნდა გაქოცება და მასთან მიდის 5 კოცი და უკეთებს მთელი ცხოვრების კოციზაციას რა. ანუ და უნდა განაგდოს მისგან ნაცი და აქციოს კოცად. ან აკაცუკი რომელსაც აღარ უნდა აკაცუკა და უნდა გახდეს კოცი და მიდის 5 კოცი მასთან და ესენი იმაშოვიან, რა ქვია, ეხმარებიან. აუ ისე მაგის მაგალითი ხო გვაქვს უკვე. რა ერქვა ძაძამია იყო პორშე რო უყიდე. ფაქტიურად ანუ დადგმული იყო ეხა, მაგრამ შინაარსობრივად ეგ არის. მეორე ვარიანტი არის რომ კოცის განკოცება. მაგრამ ეგ კოცაი აღარ გამოდის. იმიტომ რომ იქ queer იმიტომ ქვია რომ ესენი queer-ები არიან და ესენი ვიღაცა 5 კოცი უნდა იყოს. თვალით უნდა უყურებდნენ ესენი. ხო. მაგის კედვით ისენი გემოვნებიანად აკეთებენ ესენი ხო. მოდი ესე იმას ვქნათ ახლა. იქ ხო არის 5 მიმართულება. ანუ ერთი არის თავის მოვლა, თმა და ეგეთ რაღაცები. მეორე არის ჩაცმა და ხურვა. მესამე არის მზარეულობა და კვების ნაწილი და მზარეულია ის მესამე. მეოთხე არის ინტერიერის დიზაინერი და ინტერიერს უკეთებს და მეხუთე არის culture, ვინც არის აი ამ თერაპიულ რაღაც მას თვით შემეცნების და რაღაც იმის რა ემოციურ იმას ეხმარება. ხო და ეს 5 როლი მიუსადაგოთ ახლა ამ კოცაიში 5 კოცს. და ცნობილი კოცები უნდა იყვნენ? ხო, აბა ეხა ჩვენ მეზობელი კოცი რა ვიცი ახლა. არა, შეიძლება უბრალოდ იცი რა არის, ეგრე შეიძლება უცებ ვერ მოვიფიქროთ ვიღაცები, მაგრამ აი ეგრევე მომაფიქროთ ვინ სამი. ოკეი, კაი, მიდი, დავაი, თქვი. ესე იგი, ტანსაცმელზე უნდა იყოს ნინო წილოსანი. ოკეი, ხო, კაია, მშვენიერ, კი. იმისი რა ქვია, თავის მოვლა და თმის შეჭრა შემოჭრაზე. ერთი შეიძლება კუზანოვა, ну, თვითონ არ შეჭრის, მაგრამ უხელმძღვანელებს ამ მეიქაპს და რაღაცას. კიდევ ვინ შეიძლება, ვინ ყავს ეგეთი? ფეშენისტა. ხატიასიჭინავა კულტურა იქნება. აუ, ხატიასიჭინავა იქნება იდეალური კულტურა. სადმე მოროშკინაც გვინდა. მაგრამ არ ვიცი. მოროშკინა ვიღაცა ისეთი იყოს რა, ვიღაცა იმასთან გურუსთან რომ იყავთ ხოლმე და იქ რაღაცა ძალიან სერიოზული. ხო. ის შეიძლება. ის recurring როლი კონდეს რაღაც ისეთი. კაი, ესე იგი, მოკლედ ამ იმაზე თმე სტილისტზე ჯერ არა ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ სანამ უკეთეს ვარიანტი გაგვახსენდება, კუზანოვა იყოს. ინტერიერის დიზაინერი. ვიღაცები არიან. ვიცი, ანუკი არაშიძე. საშინელი სახლი. ნანახი გაქვს მაგათ სახლის ფოტოები? ადრე ჩავაგდე მე მგონი. რაღაცა საშინელება არის, ანუ აი ეგეთი უგემოვნობა, არ ვიცი, აი მაგდენ. თან მოკლედ რაღაცა ხო. ოკეი, გაგძე, sorry. ის გინდოდა? არა, გააგზელე, უბრალოდ არ იმასშვილი. განაგრძე. მე რეგეთი. იმის რა ქვია, მოკლედ რაღაც სტატია არის 2017 თუ რაღაცა წლის და ისა აქვს რა ქვია,
ახალ სახში გადავიდნენ თუ რაღაცა და ფოტოები არის მოკლედ გამოდებული. რო დასერჩოთ მოკლედ რაღაცა ეს კალაძის სახლი თუ რაღაცა ამოგიგდებთ რა მაგას და გირჩევთ რომ ნახოთ. ესა და მანამდე ანუ ნაჩვენებია რაღაცა ძველი სახლი და იქ ქონდათ რაღაცა წითელი კედელი, რომელშიც იყო მე მგონი ისინი ღვინის საცობები. ანუ ეს პროპკა რაც არის რა. და ეს წითელი კედელი მე ვღადაობდით რომ იმდენად ძალიან მოწონდა და ეთყობა რაღაც არტი არის რომ წაიღეს ახალ სახლში და იმ ახალ სახლშიც მიყვებოდათ ეს ისა ხო და ამიტომ მაგრამ სტილისტი სხვა არის ის იმენა ტანსაცმლის დიზაინერი ამიტომ წილოსანი იქნება სტილისტი ვინც აცმევს იმიტომ რომ იქ დიზაინერი და ანუ კი იქნება ინტერიერის ისა ხელმძღვანელი სახლის გამო. კაი, რამდენი გვაქვს უკვე? 3? არა, 4. ხო, 3. ოღონდ ეხა მე მან რითი ჩაჭრას ვაპირებდი და მე მივხვდი რა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიზაინერია? არა. ის რომ თავარი გმირი ვინ უნდა იყოს ვისთანაც მიდიან რა და ვფიქრობდი რომ ღარიბი ტიპი უნდა იყოს რომელსაც აი კაკრას ან რაღაცა დიდრულად უნდა წარმოაჩენინონ ეს ყველაფერი ან stop being poor რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება უნდა რა მაგაზე ვიფიქროთ კი იქ მოკლედ იქ ხაზი ესეთი არის რომ თითო შტატში იღებენ რამდენადაც მახსოვს თითო სეზონს და რაღაცა ეხლა ვართ ვაშინგტონში და იქ რაღაცა ვაშინგტონში ხდება რაღაცები მერე იყვნენ ნიუ-ორლეანში შარშანდელ სეზონში მე მგონი და იქსა ხო და ესე შეგვიძლია მერე ეგეც იმას ხარ კაი ესე იგი ეხლა გვყავს სტილისტი გვყავს წილოსანი ხო მაგრამ მოდი მაშინ აქ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ რომ ამათ არ უნდათ რა ჩასვლა სხვადასხვა მხარეებში ხა თბილისში უნდა წოქნა და ამიტომ ზუმით აკეთებენ ამეიკო ან ბინას ჩუქნის ან ყველას ახალ კორპუსში სადმე. და კორპუსს აკეთებენ ოცნების ქალაქი. ხო. ხო არის რაღაცა ოცნების ქალაქებს აშენებენ და ეს ერთ-ერთი კოც ქალაქი ან რაღაცა იქნება. სადაც ყველა ამ შოუს ის იქნება. მთავარ გმირს იმას აძლევენ ბინას და იქვე უწყობენ ახალ ცხოვრებას, იმიტომ რომ რაიონში ამ ცხოვრებას მეინტენენს ვერ გააკეთებენ. აქ მე ასევე დავაფლაგინებ ბარემ, იმიტომ რომ თემამ ეს ჩამოაგდო. რამდენიმე დღის წინ დავწერე ახალი მოთხრობა, რომელიც ქაინდა მშენებლობებს ეხება და შეიძლება რომ გამოქვეყნდეს ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში და მაგ თემასაც დავაფლაგინებ ბარემ და დაწერე. ეს საბალეკვეიშვილი ვინ არის? რომ რას წერს ეს? ხო და მოიცა ესე იგი ეხა გვყავს სტილისტი, გვყავს ინტერიერის დიზაინერი, გვყავს კულტურაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, მაგრამ გვყავს მოიცა კულტურაზე ვინ ყავდა კაცო? სიჭინავა. და იმიტომ რომ მაგას აქვს სამოტივაციო მე ვარ მგელი და რაღაცები. ხო და ეს არა ქვია, ეგ კაი სამოტივაციო ეს იქნება, რომ ნუ ხარ ღარიბი, ხო, აი ეგ იქნება. თავარია შენ თავში დაიჯერო და რაღაცებს ეტყვის ხოლმე. რა საჭიროა განათლება? შეაერთონ თსო და ეს არა ქვია. რა ქვია კაცო იმას მეორეს? უკვე დამავიწყე ხედავ. ხო. სტეუ, ხო. აუ თან მე ის იყო გპ დავწერე რამდენჯერმე კომენტარში და ვიღაცა იმავე კოცებმა დამცინეს გეგონება ძალიან იცოდნენ ქართულად რა ქვია ერთი მეტი თქვენი დედა მოთხανε. ხო და კაი, ეს ლირიული გადახვევა. ესე იგი, ვინ დაგვრჩა? მზარეული დაგვრჩა? მზარეული დაგვრჩა კი. ოღონდ მაგ მზარეულზე ძალიან obvious ხუმრობა მოდის და მე ვთვლი რომ არ გვინდა რომ მე ვთვლი ყოველში მე ყოველთვის გავურბი ვარ მაგ იმიტომ რომ ვთვლი რომ punchdown-ი არის ეგ ადამიანის და ამიტომ არ მიმაჩნია სწორად მაგ ხუმრობის ეგრეტრია მივხვდი რომ გეუნები არა ვერა ამოვჭრი სუპზე არა ნუ ამოჭრი კაც უბრალოდ ის კი, იცი რა არის? მეც ვფიქრობდი მაგას, მაგრამ მე ვიფიქრე რომ იმდენად უკვე ყველაფერს დაეტყონება რომ აი ფაქტეთ რა. ეგეც ერთია და მეორეც მე სიმართლე გითხრა რომ ძალიან არ მომწონს მაგ რესპონდენტის ეგრე აგდება. გასაგები არის რომ რაღაცა ის არის, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ადამიანი არის, რომელმაც რაღაცა თქვა თავის პონჩი და პროსტა ძალიან punchdown-ი მიდის. ბევრად უფრო მეტი ადამიანი არის, რომლის და punchdown-ებაც ასე ვთქვათ, მოსულა. მესმის ადამიანის რა. ხო და მე მგონი რომ უკვე ეგ ადამიანი ფიზიკურად არავის აღარ ახსოვს უკვე და ეს ფრაზა არის თვითმყოფადად გადაიქცა
პროსტა ფრაზად და იმდენად უკვე ყველას მართლა ძალიან გაუჭირდა, რომ ეგ სუპის თემა მოკლედ შენ მანდ კაპიტალიზმის იმაში რომ ზიხარ ეგრეც მავა ყველას გვიჭირს. ამიტომ აქ სხვა კონტექსტი, ანუ იდეალურ სამყაროში გეთანხმები, მაგრამ at the point that we are in now საქართველოში და დენს გვიძვირებენ კიდე იმითი, აი ეგ ლაპარაკი სადაც ანუ იცი რა არის მანდ პრობლემა, სადაც ადამიანი ხედავ ამ ყველაფერს, რომ ვიღაცეები ამდენად პრივილეგირებულები არიან და მე შენ იმდენად ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული თუ არ ვიცი რა ის ხარ, რომ იძახი რომ რაცა მაგ იმასავ ჭამ და ანუ სხვა კონტექსტი ეძლევა რა, თან მაგას პრეისტორიები აქვს ამ კარტოფილზე ხმების გაყიდვაზე, რომელიც ასევე ძალიან სევდიანი ისტორია, მაგრამ მოკლედ. მაგრამ არა, ხო, მე ეგ ვაფშე არც გამახსენდა, ხედავ, შენ გაგახსენდა და It's your problem. ხო, მაგრამ მაშინ მან შეიძლება ორი მიმართულება გქონდეს რა, მზარეულს ერთი რომ რახან ეს მდიდარი ტიპები არიან ეს კოცები რომლებიც მოდიან მან და ამ იმას უკეთებენ გარდასახვას. მან შეიძლება იყოს ერთი ვარიანტი რომ ამისთვის აბსოლუტურად არაადეკვატურ რაღაცეებს ეუბნებიან რომ მოდი ხა იმას ქენი რა ქვია ავოკადო ტოსტი ჭამე ყოველ ლანჩზე ან რაღაცა ეგეთი და ამას ნუ არა აქვს ავოკადოს ფული რა ერთი ვარიანტი არის. მეორე არის ის რომ ასწავლიან რომ როგორ იყოს მშიერი რომ თან ფიგურაზე იზრუნოს. ეგ ორი ვარიანტი შეიძლება. კი, შეიძლება. მაგრამ ვინ ასწავლის, აი მე პერსონალურად ვარ კონცენტრირებული. ვასიკო რაგვარი არის? ჩიკოგიძე. მოიცა ვინ არის? ოვარი. აუ იმენა ეგ არის ძველ საბჭოთა ფილმებში რომ ჩეპჩიკი რო თავზე არ ეტეოდა იმენა იო რა ქვია ოდიოზური პიროვნებები. კი, არის კაი ვარიანტი, მაგრამ კიდევ ვინმე ვიცი. აბა. ნარმანია. ნარმანია ის, ნარმანია? ძველ ნარმანია. თან ეხა აქტუალურია დენი მაგან გაგვიძვირი. Hello, ნარმანია. ჯერ კიდე გვახსოვ ხარ. საზამთროს რო ჭრიდა. ხო. ნარმანია შეიძლება. კაი. მე მგონი ისა, ერთ-ერთი აი მოკლედ იმაზე კუზანოვაზე არ ვარ ჩამოყალიბებული. და ეკონომიკური ტიპი დაგვრჩა, მან ვინ არის პერსონაჟზე შენი ფიქრი, იმიტომ რომ შენ აიღე შენ თავზე ეგ მე თვითონ მოვიფიქრე ვიღაცეებს და მე კონცეფტში შემოგთავაზებ მაშინ ამ ტიპი უნდა იყოს, რომელიც მაგალითად ასწავლის ორი ვარიანტია მანდაც რა, ერთი არის ის რომ დიდრულად ცხოვრება როგორ იმასაკნეს და ეს დრობას როგორ მიაღწიოს, ამას ასწავლის ოღონდ რომ ტენდერები როგორ მოიგო. და ტენდერი როგორ მოვიგო რაღაცა ეგეთი ამბავი და მეორე ვარიანტი არის ის რომ რა ქვია რა გინდა სიმდიდრე უნდა იყოს სულიერად დიდარი ან რაღაცა ეგეთი ის კონდეს რა რეჩები აქვს ანუ აი მაგორი მიმართულება ეგ შალვა კეკელია იქნება ოქროს იმეები ძაფებით გაფორმებულ ანაფოროში ეტყვის რომ სიმდიდრე ეს მხოლოდ ხორციელი ხო მაგრამ ეგ პერსონაჟი ვერ იქნება მანდაც ეგ უნდა იყოს მანდ ხო მიყავთ ხოლმე სადღაც ის პერსონაჟი რა და ამ ტიპმა უნდა წაიყვანოს მაშინ რომელიმე ბიზნესმენთან და მერე მამაოსთან და ხატია სიჭინავა კულტურას დაყავს ხოლმე ეკონომიკამაც წაიყვანოს შენ კიდე კაცო ჩვენი ფორმატია შენ მე-6-ე დაამატე იმენა ეკონომიკა ეკონომიკა არა ყავთ მანდ? არა ხუთნი არის. ხელმძღვანელობას რო ასწავლე. ოკეი. კოუჩი რო იყოს და რაღაც time management-ი რო ასწავლოს და რაღაცა personal financing-ი და რაღაცა. სტარტაპერი. ჯიტადან ვინმე. როგორ მოხდა სტარტაპი? ის აღარ არის მაგათი. პავლემ გელაძე მე მგონი უკვე კოცთა კოცი გახდა, იქ ლევან ვასაძის კოცი გახდა და მაგით აღარ მართლა? ეგ აღარ ვიცოდი. ვინმე ის გვინდა? ეგ ის არის. ეგ რაღაცაში, ეგ მერე, ვიცი, ეგ მერე რეიუნიონს წაიყვანს. ამ ხალხის ის იქნება, რა ქვია, გმირების, კი არა, სტუმრების რამე რეიუნიონი უნდა გაკეთდეს და იქ იყოს და ხო დავამატოთ, მოდი ერთი 10 კაცამდე, იცი რა არის? ანუ ზოგადად კოცების ხო, ადმინისტრაციული რესურსი გაუზარდა ამ გადაცემაში ხო. ხო და
დავამატებდი სტარტაპერს, კაი აზრი არის ძალიან, ვინმე აიგეთი ტექ ესა იმაში რო არის, რა ქვია, ხო და მაშინ ერთი პროპაგანდისტიც დავამატოთ მან, რომელიც ამის იმიჯზე როგორ პოსტოს Facebook-ზე მაგას ასწავლის. ხო, ვინმე თოროს და რაღაცა ეგეთი თემები რა. და მანდაც ვიღაცა ეგეთი უნდა იყოს. კიდე აქტუალურია. შვილი სადღა არის იმაშია, სადღაც ხვენშინები. ვიღაცა შალვა მაღაზიაში. აი მოროშკინა არის კარგი. ბაზარი არ არის, თორე შალვას მაღაზა ვერ მოვაცდენთ. მოროშკინა, მაგრამ მოროშკინა იცი რა არის? მოროშკინა შეიძლება ისიც იყოს, რა ქვია, ინტერნაციონალური ურთიერთობების სპეციალისტი, რომ გამოვიდეს იქ და მოიცა, რომელ ხუთს ვამატებთ ახლა? როგორ ურთიერთოს იმასთან, რა ქვია, სტარტაპის და ეკოსისტემის მოხდვას იმაშებით, რა ქვია, ვამატებთ და აქ მხოლოდ ნაცნობები მახსენდება, რომელებსაც ვერ გავწირავთ კოცობი. არა. კოცი ნაცნობები გახსენდება? ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მე შევინარჩუნებ ეთიკას და აქ არ დავასახელებ, იმიტომ რომ უბრალოდ there is a line, რომლის გადაკვეთაც არ მინდა. და ის არის, რა ვიცი, გაძვირებული დენი მაქვს გადასახდელ. მაგრამ ვინმეს მოკლედ ისა და თქვენგან იდეებს ველოდებით სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებაზე. ესე იგი, ვინ დავამატეთ? ფინანსები დავამატეთ. და ვინ თქვით ფინანსებზე? ღარიბაშვილი ციხიდან. ერთვებას ზუმით. ლილუაშვილი, ხო? გაიბაშვილი ლილუაშვილი, ხო? როგორ გავძარცვოთ საბავშვო ბაღი? ციხის სასტავი, ერთი ლეპტოპი აქვს და იქიდან ერთვებიან ყველანი რა და მან თო დაიმატება კიდე ხა ხალხი რა. სუ იმაშია, მატებაში. ნუ ციხეში ექნებათ ერთი ისა რა ქვია, ეგ ესა ფუნქცია. იდა ვინ ყავდა? ხო და დავამატოთ ეს სულიერება და შალვა იყოს კეკელა. არა, ეგ ძალიან დიდი ფიგურა არის გადაცემისთვის რა, ვიღაცა ისეთი მინდა, რომელიც მოდი ეგ უნდა იყოს ტიპი, რომელთანაც მიდიან ხოლმე რა, რაღაცა რიტუალური მისვლა არის იქა. ხო და ის აბა ეხა მეტი ისეთი ანუ სინოდის წევრებს ვერ დავასახელებ. არა, ცოტა უფრო აი ისეთი იმიჯი რო აქვს ესეთი იმითი, რა ქვია. ისა აიფონა, მამა აიფონა. ხო და ეგეთი ო აბა მეტი მღვდელი აღარ ვიცი მღვდელზე არ გეუბნები ვიღაცა ისეთი ტიპი გვინდა რა ფეისი რომელიც არის კოცის ფეისი რომელიც მარიამ ლაშხი შეიძლება იყოს სულიერების კურატორი მაგალითად იმიტომ რომ სულებს ელაპარაკება მედიუმი თქვენ სულიერებასთან დაკავშირებით არა ეგ მაშინ სხვა მიმართულებით მიდის მე მგონი რომ ქართულ კონტექსტში სულიერება ეხა თან აქტუალურია ვინმე ის უნდა იყოს რა ქვია ხო მართალი ხარ ხო არა სულის საზრდო როგორც ეგეთი არამედ სპირიტუალიზმი ხო ვაი სულის მე მგონი შენ უკვე ანუ განკოცების იმაში გადახვედი რომ როგორ გამწმინდოთ კოცი არა აქ პირიქით მუშაობთ იცი რა არის მე მგონი ზაჟე ყოფილნაც კი არ უნდა იყოს უბრალო მოკვდავ ადამიანს იმისთვის რომ დააჯეროს რომ და დააჯე აკაცუკების არა აი უბრალო მოკვდავი ადამიანი ანუ აკაცუკები უკვდავები მაგრამ ანუ ისეთი რა არა აქტივისტი არა აქციებზე არა გამპროტესტ ჩვეულებრივ ვიღაცა მოქალაქე რომელიც არ მოწონს რაც ხდება რა მაგრამ პოლიტიკურად ანგის არ არის და მაგას ცდილობენ დაუმტკიცონ რომ ყველაფერი კარგად არის და ამისთვის მოკლედ შეიქმნება თან იმედზე აგერ ლიცენზიები აღარ აქვს და შეიქმნება გადაცემა ქოცაი რომელშიც იქნება გაზრდილი შტატი 10 კაცის, ანუ 5 ხო ვიპოვეთ ახლა. მე რაღაცნაირი. ხო და სანამ გადახდით იმასიო, მაგ კონცეფტზე დაგეთანხმები, რომ ეგ ხო ეგ არის, რომ აი ვიღაცას გაუჩნდა რაღაცა ეჭვის, ესა რა ქვია, ნამცეცი, რომ და ესენი მიდიან, რომ უთხრან, რომ არა, ყველაფერი ფანტასტიკურად არის ამ ქვეყანაში და აი ნახე და ანომინირებენ ამ ხალხს მუნიციპალიტეტების ისინი, რა ქვია, ვინც არის ადგილობრივი მერები
და გამგებლები ეუბნებიან, რომ ეს რაღაცა და ეგრევე. ხო და, კაი, მოიცა, ესე იგი, ხო, მოროშკინა ესე იგი ამ პოსტუას და იმას ასწავლის ჩემი აზრით კაია, თან ჟურნალისტობაზე ხო მოაქვს თავი მაგას და თავი როგორ საზოგადოებასთან ურთიერთობას ასწავლის რა, თავი როგორ წარმოაჩინო, დიდ რაც თორები როგორ გადაიღო, როგორ დააფეისტიუნო შენი სახე და ასე შემდეგ. ფინანსებზე ვინ მყავს? მე ანუ იმასავით რომ უბრუნდები უკან. კაი, ცოტა დღეს ტორმოზი ვარ. ფინანსებზე ხო, ფინანსებზე ისინი ზუმიდან ისინი იყოს board of corruptioners და ეგეთი. ხო. კი, ანუ დამავიწყოთ და გარიბაშვილი და ქართლაძე ყავთ მე მგონი კიდე. მიქაუტაძეო თუ ვიღაცა. ხო, თან მაგას ის მთელი სასტავე. ვილები და რაღაცა ქორწილებია გადახდილი და ეგ მაგპრო. მთელი ეგ სასტავი, კაი, ეს ორი რაღაცა გვაქვს, სულიერება. მე მაინც კეკელიას ვაწვევი რა. ოკეი, კაი, იყოს დროებით კეკელი თუ ვინმე შემოგთავაზებთ უკეთეს ვარიანტს გამოუშვა. ანუ ეგრევე იმას შევა. კაი, აქ შეიძლება რომ, მაგრამ ნოე კაი არის ეგ რეიუნიონებში და ეგეთ კლებებში კარგად იმას იზამს და მე მგონი ის არის. აქ არ მოვაცდინოთ მისი ნიჭი იქ დაჯდეს და ერთ-ერთზე ინტერვიუები ან რაღაცები უტაროს ამ ხალხს, რომ თქვენ როგორ იმოქმედა ამან. კაი, ორი დაგვრჩა სტატი რომ იმას ვქნათ გავბეროთ. რამე პირადი ურთიერთობები, ხო იცი? პირადი ურთიერთობები, ხო? ვინ? კრასატულები. კრასატულები, ხო? მხოლოდ კრასატულებთან. ხო. მხოლოდ კრასატულებთან. ქალებს არ უნდა. კრასატულები მხოლოდ. ესე იგი, რუს ნაშობა როგორ აქ ჩამოსული, რუსი ნაშობა როგორ შევახუჭუჭოთ, მაგის ის იქნება კრასატულები. კაი. ოღონდ ჯერ ქალებში მიყავ. ეს მთავარი პერსონაჟი ცოტა მოიხოდა და მერე უკვე აი ამ ენერგიით დამუხტული მიდიან მონაკოში რუსეთთან ან ვიღაცა ხო პატარა რამე თბილისში პატარა მონაკო არ გვაქვს სადმე კაია კაი და კიდე ერთი გვინდა ვინმე არ ვიცი კიდე ხო აი რა არის ესეთი ესენსი ხოცური ხო, იმიტომ რომ ხო მოპარვა და ეგენი ეგ მანდ იმაში ირაკლი ღარიბაშვილთან ხო, კი და თან წვრილმან იმაზე ხო თლად პოტასებში ხურდობა უკვე აქტუალური აღარ არის. იქ როგორ აწყოს შეპესე რომელიც იგებს ყველა ხო. როგორ დააწერინო სტენდერი რომ ზუსტად მისმა კომპანიამ მოიგოს და ეგეთ რომ ხო და რა არის კიდე რამე ისეთი მაშინ აი არა თავარი ესეთი რომელსაც ცალკე სჭირდება კადრი ბატონი ბიძინას მაქებარი ქება უნდა ასწავლოს ლადო კახაძე ხელზე თათური ხელზე ბატონ ბიძინას ხელზე თათუნის ცალკე ის იქნება ძაკაია მე ვუყურებდი კი და ესე გადადი და გადმზი კაი ჯიგრული ის იქნება რა თან ისო იყო სეზონი თან უკვე იმდენი ადამიანი არის უკმაყოფილო რომ ძალიან ბევრი სეზონი შეუულიათ რომ გადაიღონ არ დაილევა მე რამე ისეთი ხო მე მან შეიძლება რომ ცეკვა ანუ კიდე ორი თქილი დაამატო ერთი ცეკვა და მეორე სიმღერა ან რამე ეგეთი და ცეკვავენ ვარსკვლავები რაში ხო არ იყოს ეგ ბარემ ხო მაგრამ სიჭინავა ვერ ასწავლის ხო მაგრამ ხალხია მიიყვანოს აი ჯგუფი ურსასთან მიიყვანოს და ნუცა ბუზალაძესთან და იქ ნუცა ხო და აი ორ რაღაცას დავამატებ სიმღერის გაკვეთილები ნუცა ბუზალაძესთან რომ ქართულ მრავალხმიანობაში არ შერცხნენ სუფრასთან ბატონ ბიძინასთან თუ მოხდებიან სადმე მაგის იმედი არ არის მაგრამ მაინც მაგ იმედით რომ იცოცხლონ და ცეკვა და ამ ცეკვავენ ვარსკვლავებში ვინც იქნება ყველაზე ისეთი ჯულიანა ბარგნარი არ ვიცი ვინც არის ალბათ ყველა ნუ მან დრო მონაწილეობას მიიღებ არაფერში აღარ მეცოდები ამიტომ და ანუ თუ იმას კენი რა ქვია და სამსახურს დაკარგეს ახლა აგერ შეუძლიათ ამ პროექტში მონაწილეონ და კიდე შეიძლება მე არ შენიღბუის და რაღაცა ცოტა სევდიანობა რომ შემოგეპარება და შეიძლება არ გახსენდება ეს როგორ შეინიღბო თავი რა მაგი რო ასწავლონ და მაგისში რო ეხმარებოდეს ისა რა ქვია ვინ არის ის წამყვანი რომ რაღაცა ყალეობა კოსტუმი როგორ უნდა ჩაიცვა ბედნიერების ან რაღაცა აუ ეგ ცალკე ის იყოს
ანუ ორი ხო ეს ორი ხო გაუქმდა მე მგონი ორივე ხო და ეს ისა მოარგონ კოსტიუმი მის ანუ რო გარდაისახება ხო ვიცი всё ნახე მანდ მე ხო არის big reveal ხოლმე რა yes ხო მართალი ხარ ხო რამე ეგეთი კონტექსტუალური და კონცეპტუალური კონტექსტუალი ანუ რაღაც არ ვიცი თუ იყო ძროხის ფორმაში გამოიყვანენ და იმას იზამენ რა ვიცი ქათმების ფერმა თუ ქონდა კვერცხის ფორმას ჩააცმევენ და თან აი ძალიან კონცეპტუალური არის იმიტომ რომ ეს coach i ყველა coach i ამისკენ არის მიმართული ყველა ამას უყურებს როგორ საუც ხალხო ხوار მივყიდოთ იმაშვებით ამ იდეას და მე ძალიან მომწონს მე დაჟე შეიძლება მეყურებინა იცი ძალიან კაი საყურებელი იქნებოდა სიამოვნებურები მაგას. ოკეი. მოკლედ ნელ-ნელა მგონი შევკარით, კონცეპტი შევკარით, კასტი შევკარით, დაფინანსება გაგვინდა. ბატონო რა ქვია იმას იმედი რო გაყიდა. რუხაძე, ბატონო რუხაძე. შეგვეხმიანეთ. და თქვენი იდეები გაგვიზიარეთ კიდე ანუ შტატის გაზრდის უსასრულო შესაძლებლობებია, იმიტომ რომ კოცაი ქვია ეხა გადაცემას. შესაბამისად there are no limits. კოცი შეგვიძლია მომენტ რო დავაყენოთ. ამიტომ გამოუშვით რამე იდეები თუ გეკეთებათ. და რაღაც მინიანი ერთი თვე რო ამუშავებენ ამ იმიტომ რომ მე ნელ-ნელა რაც უფრო ანუ უკმაყოფილება რო იზრდება მეტი და მეტი ხალხის დამატება ჭირდება და მეტი და მეტი დამუშავება და ტვინის რაღაცა ეტაპზე 24/7-ზე მის work orange-ის არა იმიტომ რომ აქ ეს ხო ისედაც იდეალური სიტუაცია ქვეყანაში და ყველა დანარჩენი ბედნიერია ამიტომ შეუძლია კოცობას რომ ამ ერთ ადამიანზე კონდეს კონცენტრაცია ისედაც ყველა კმაყოფილია ყველა და იმიტომაც უცხადებენ ნდობას ბატონ ბიძინას ამდენი წელი. დიახ, მართალია. თქვენ უკვე გაიარეთ როგორც ხედავ. პილოტი ეპიზოდი თქვენზე იყო დამუშავებული ბატონო საბა. ხო, მოკლედ მოგწერეთ თქვენი იდეები, ან უკეთეს კანდიდატებს თუ შეარჩევდით ამ იმაზე, რა ქვია, პოზიციებზე. ხო, ჩიც. ვასილ შეგოგიძე შევარჩიეთ. პოვრად, ანუ დაჟე შეფი და რაღაც არა, იმენა პოვარი უნდა. კაი, ხაშლამას რო აკეთებდეს. ხო და ისა უკეთესი კანდიდატები თუ ყავთ ამ 10 ნომინაციაში, დაგვიწერეთ კომენტარებში, მოგწერეთ, ვოისად ჩაგვიწერეთ და გაგვიზიარეთ და რა ვიცი, არაფერი გობრეთ, გადაგვაზიარეთ, დაგვაშეარეთ, დაგვალაიქეთ. სულ კარგად მეყოლეთ და იზეიმით ჩვენი იუმორი. და საბა ჩამოვა ევროპაში.